მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი და მისი წამყვანი მე გოჩე კაპანი დღეს არის შაბათი, როგორც ყოველთვის ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს. თემო და თამუნა, ორი შესანიშნავი შეფზარეულები, ჩვენი მეგობრები და ჩვენი მეტოქეებით. მეტოქეებით. ეს არის დუელი. კულინარიული დუელი სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმრები, ორი შესანიშნავი მოცეკვავე. რომელიც არიან ცეკვავის ვარსკვლავის მონაწილეები. ცეკვავის ვარსკვლავი კარგად იცით, რომ არის სხვა ფორმატით არის ეს სეზონი, სადაც სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავები და ეროვნული ქართული ცეკვის ერთმანეთს შეახვედრეს, ძალიან საინტერესოა. რამდენად შეძლებენ ესენი სხვა ამპლუაში ცეკვას და ჟიურიც ხო კიდე ისეთია, რომ მტრისას. საყვარელი პროექტი. როგორც ითქვა, მტრისას. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს. ირაკლი ჭერლიძე. გთხოვთ? ქუთაისის წარმომადგენელი, როგორც ძანდებით. ქუთაისის ცეკვის ანსამბლის სამყვანი სოლისტი და ცეკვაში როგორი ხართ ვიცით, სხვანაირად ამ ხელად დიდ პროექტში ვერ მოხდებოდ, სამზარეულოში როგორ ავართ? სამსწარეულოში რომ მომშვიდება ვაკეთებ. რომ მომშვიდება და სხვანაირად მომშვიდა არა. კარგი, მეორე სტუმარი, ჩვენი სტუმარი არის დათო გოგრიჭიანი, ანსამბლისიონის მოცეკვავე. ბატონ დავით როგორ ბრძანდებით? კარგად გიგიხოთ. აბა, ეხლა მითხარით, კულინარიაში როგორ ავართ? რო გითხრათ ძალიან მაგრად თქო არა, მაგრამ ჩემთვის რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. ნუ მეუღლეების იმედზე ხართ როგორც ჩანს. ოჯახის წევრებისთვისაც რაღაცებს ვამზადებ ხოლმე. მაგრამ მაინც ძირითადად მეუღლეებს ეთქვა გათამამებული ყავხართ. ძირითადად. ამიტომ რომ მოხვალ დაღლილები ცეკვიდან, რეპეტიცია, კუნთი ტკივა, ფეხი ტკივა, ეგ რაღაც ცოტა ფარიკაობის დროს ჭრილობა გაქვს მიღებული. აღარა გაქვს სამზარეულოს შესulis თავი და გამზადებული მოაქვთ მეუღლეებს. კი ბატონო, მაგრამ ჩემთან უნდა მოამზადოთ. ჩემო კარგებო, ამიტომ მოდი ახლა მობრძანდით ახლოს ჩემთან. ახლა უნდა გაჩვენოთ ძალიან ძნელი სხვათა შორის ჩემთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს შეფებმა, იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელი ტური შეხვდათ, მობრძანდით. ეს არის ძირითადი კერძი, ინგრედიენტი, რომელთაც უნდა მოვამზადოთ. ხახვი ხუცე ყველა წარმოის ხახს რა უნდა სალათაში ვხმარო, კიტრი და პანგოზე, წვადი ხორცისტი ეთქობა. ასე მაგრამ თამუნა და თემო საქვს სხვა გეგმები ხახთან დაკავშირებით. აბა ჯერ შეფებთან მიბრძანდით, შეფები გვეტყვიან რას ვამზადებთ და შემდგომ ისევ დამიბრუნდებით მე. გარდა იმისა, რომ ხახვი უხდება მწვადს, სალათებს და ასე შემდეგ, ფრანგები ამზადებენ ხახვისგან არაჩვეულებრივ ძალიან სასარგებლო და გემრიელ, მე ვიტყოდი აი ნაბახუსებს რო შეეფერება ესეც წვნიანს. თავის დროზე გლეხების მიერ მოფიქრებული და დანერგილი წვნიანია, მაგრამ თანამედროვე კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია და ეხლა ცადოთ ქუთაისური ხელი დავატყოთ და როგორი გამოგვივა, ხო? ძირითადი დეტალი არის, რომ პარმეზანის და ხახვის ჩიპს გავაკეთებთ. პარმეზანი. ხო, ისე სალათს ვამზადებთ, სალათის ბოთოლი, ჩერი, კანს გავაცლით ჩერს. გამოვიყენებთ მაიონეზს, ჩვენ მომზადებულს, სრირაჩა соуს, ნიურის ფხნილს და ხო, ნუ ეს არის. არა პრობლემა, დამასაქმეთ. რომ წამზომი რო ჩაირთვება, დავიწყებთ კეთებას, გეტყვით რა არის მერე და როგორ გავაკეთოთ. პრობლემა არა. კარგი. კი ბატონო. Bonjour, ხახვი. Bonjour, ხახვის წვნიანი. მაგალითად ეხლა ხახს რო უყურებდი, ბებიაჩემი აკეთებდა ამას, გინდა დაიჯერე, გინდა რა ნიგოში. ვა. და ისეთი კომბინაცია იყო ხახვი, ნიგოზი, ძმარი და მწვანილი. ეს მე გაწეული ხახვი იქნებოდა და ის ხო? უნდა გატარებული და ისე ხახვის შხირებს რო ეძახიან, ეგეთი ძალიან გემრიელი და სხვათა შორის აი ეს გახუხულ პურზე აკეთებდა ხოლმე ძალიან გემრიელი იყო. იმერულად აბარა და მწვანილი და ესეთი გემრიელი. ზოგადად ჩვენ ვიყვართ ქვაზე გადმოყვანა საჭმელების და უფრო გემრიელი გამოდის. ზე წითელი ღვინოსაც თუ დააყოლებ ხო კარგი და კარგი. კარგი. წესები უნდა გაგაცნოთ ჩვენი სამზარეულო წესები. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა გითხრათ, ეს არის დუელი. უსისხლოდ არ დამთავრდება. ჩემო ძვირფასო მეგობარო აქაც დუელში. აბა დუელია. თქვენ ხართ სპორტსმენები და გამარჯვების ჟინი სულ გაქვთ.
კულისებიდან რო იწყებთ შემოსვლა სცენაზე, სულ გაქვთ ეს შეჯიბრი და ქართული ცეკვა კიდე ამის დათელი მაგალითია. ჩვენ სამზარეულოს აქვთ წესები, 20 წუთი გაქვთ რომ მომზადებისთვის. 20 წუთის განმავლობაში ჩვენ ვამზადებთ ერთს, შემდგომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ვასწრებთ, შეგვიძლია დახმარებისთვის მიმართოთ შეფებს, დიდ ოსტატებს, აი წითელი ღილაკია დააჭერთ, 20 წუთს მოგაკლებთ ამისათვის, მაგრამ არ ამგონია რომ დაგჭირს, იმიტომ რომ ხედავთ რომ კოჭებში გეტყობათ, რომ კარგი მოცეკვავებით ახლა და კარგი მზარეულში სამზარეულშიც კარგად იმუშავებთ. და ჩვენს უკვე კანტონობით მივხვდებით რა როგორ. წამზომი ჩაირთო. წავიდა. აბა წარმატებები დათუნა. Coca-Cola მირთვით, რომ უფრო ენერგიულად შევუდგეთ საქმეს. ტაფა გავაცხელოთ, ხო? Coca-Cola აი, ხმა ტაფაა ჩვენი ენერგიაზე მოგიყვანს და ენერგიული სასმელია, მე ძალიან მიყვარს Coca-Cola. აი, ეგ მარცხენა დაბლა. ეს უკვე ჩართულია. კი, დადგე და ნახე აწიებ. ერთიანი ხო ახატია, თუ არა? 4-იანი ახლა. 4-იანი, მაშინ 6-მდე აწიებ. ზეითუნის ზეთი გვინდა რომ ტაფაში დავაცხათ? დათო, ხელზე ვისაგავს ტრამვა, ხო? სად მიიღეს ტრამვა? ხმალი მომხდა რეპეტიციაზე, მოგეხსენება ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. ხო, შემადგენელი ნაწილია, გინდა არ გინდა, ხანდახან ხდება. მაშინ თემოს ვიცემთ უფრო მაგრამ როცა ხმალი ხდება, ყოველთვის შენი ბრალია მოცეკვავის. და არა შენი პატრიოტი. აჰა. ეს გასწავლეს ზიდან სამში. კი. ვინ? ეს გვასწავლა დრომ. ვინ არის ყველაზე კარგი მათ? ლეგენდები ვიზე დადიოდა. ლეგენდები დადიოდა მოცეკვავებზე. მაგრამ მაინც რომლებიც იყო ომარ ხეიძე. კი ბატონო, რო დაიჭრებოდნენ, არ ვერ ჩერდებოდნენ, ვერ გააჩერებთ. აი რო დაიჭრები, მე რეგზელდება ცეკვა. თუ სიმართლე გაინტერესებს კი. კი რო ბატონო. დაიჭრები, მე უფრო ემოციურია. კი, რა თქმა უნდა. ცოტა სქელია, ირაკლი, ცოტა წვრილად. აი, დავაჭრულეთ. წვაც ასე ვაღრიდა მიდო. ხო, აი, ცოტა წვრილად ვიდრე მწვადს ვაღრით. დრასაც ჭრით, თან ტაფაში უყრით. და სხვათა შორის, როგორც ცეკვაში, სამზარეულოსაც უხდება სისწრაფე და სისხალტე. აჰა, ანუ გასწრებაზეა. აი და ზოგადად ქართული ცეკვა იმით შეჯიბრით არ გამოირჩევა და ეს იმით რა ქვია მოდი იმას ვაჯობო და ამას ვაჯობო ხო ხდება არა ეს ეგ უკვე სპორტია მაგრამ ამ შემთხვევაში ეგეც მოგვიწია ეხლა შენსავით ლამაზად ეს თუ გინდა მოდი ეს უფრო მარტივი იქნება შენთვის ეს გახეხე თორემ მაგას ზანდიდებოდ დაჭრიშე ორი მომენტი კი ნახე ეს აიღე და აი აქეთ იმას ქენი ამაში ჩაი ხო აი რომ გაიგე რომ ცეკვანი ვარსკვლავებში ხარ უნდა მიიღო მონაწილეობა რა იყო ეს გინდოდა ვინმე მგირჩია თუ როგორ იყო მონდომებით მინდოდა მაგრამ რაღაც გარემოებები იყო რის გამოც შეიძლება ვარიმე თქვა მე უკვე მირჩიენ აქედან იქიდან და ჩემი მონდომები ჩემი სურვილით მათი დაჟინებული მოთხოვნითაც ასე მოხდა გადავწყვიტე მივიღე მონაწილეობა მეუღლემ რა გითხრათ რომ გაიგო ეგ ამბავი მეუღლემ რა ვიცი არ მიშვებდა სახში და გადავწყვიტე წამოსულიყავი. რატომ სანამ არ ვიღებ მონაწილეობას ვარაო, ხო? მოგიშვებო და შემეშინდა. შედავთ ამნა, ქალმა თუ გაიწია 9 უღერი ხარიო, ხო? ხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სულ უნდა დავჭრეთ და ისიც ჩვენია. რა თქმა უნდა. ხახვის წვინას ვაგებთ. აი რომ მოხვედით აი სტუდიაში, რა გძნობა იყო? თან რაღაცნაირად თბილი გარემო დამხთა. მეგობრული და რაღაც პატივისცემით გამშვალული და მეც ასეთ მით ვიყავი წამოსული ასეთი შემართებით რომ ძალიან თბილად უნდა მიმეღო ყველა და სიმართლე გითხრათ გადააჭარბა მოლოდინს და ეხლაც თბილი გარემო ეხლაც და რა ვიცი ვაკეთებთ გებრიელ ამას საქმეს რა კი ნამდვილად რამდენი წლის ხარ ცეკვა რომ დაიწყე 6-7 წლის ალბათას მე არ მახსოვს როგორც მითხრე მე 6 წლის დავიწყე სულ ქართულ ცეკვავ ხო კი, ქართულ ცეკვას სულ და რაღაც მომენტებში მომიწია. თქო პროფესიონალურ დონეზე ახლა როგორც მთხოვენ პროფესიონალურ დონეზე ესე არა, ისე უბრალოდ მომიწია. ძნელია? კულტის გადაწყობა. უბრალოდ ხო გადართვა უნდა იქით. შეიძლება ძნელი ვერ დავარქვათ, უბრალოდ დრო გვაქვს ცოტა აქ ისეთი რომ მაქსიმალურად შეიძლება ვერ მომემზადოთ და თან უკვე გადაწყობა ჭირდება კი. კი, ტვინის გარდა კულტმაც უნდა დაიხმო და ორივე რესტარტი გაქვს გასაკეთებელი. გადართვა უნდა. გადართვა. ქუთაისელები როგორ შეხვდნენ დიდი ანსამბლია შენ აი ამ ტრანსფორმაციას. ქუთაისელებმა მიქრენ თავიდან შენ გიყვარს მაგნაირი ტრანსფორმაციებიო და წადიოდა რა ვიცი, გამოვა ალბათ. მადლობა გვერდში დგომისთვის, აქედანაც მინდა ყველას შევეხმიანო, რა ვიცი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქუთაისში. აქაც იგივეს გავიმეორებ, მოლოდინს გადააჭარბა. უმადური ადამიანი, ღმერთსაც არ უყვარს და ყველასი მადლიერი ვარ.
აბანა თუ რამე ხდება იქიდან გვერდში დგომას არის მეშვეობით იქნება თუ შეხმიანება იქნება ყველას დიდი მადლობა ჩემგან. შვილები რამდენი? შვილები ერთი გოგონა და ერთი ბიჭი. ცეკვავენ? გოგომ დაიწყო მეორე წელია ცეკვავს. ცეკვავს. აბა ეხლა დავითთან გადავიდო. დათო როგორ მუშაობს? როგორ თან გამბირებული ხე? გავიწაფე, თან გავიწაფე უკვე. მეუღლე ყავს და ორი შვილი, ხო? დიახ. ხოცეკავია მეუღლე. კი, ერთად ცეკავთ ერისიონში. ერისიონში. ნინა თოთიაური. გაუხარდა რომ მონაწილეობას იღებ ეხლა ამ გადაცემაში ამ რა თქმა უნდა პროექტში. გაუხარდა. სხვათა შორის ორივე მივიღეთ კასტინგში მონაწილეობა და ვეუბნებოდი რომ უფრო გამიხარდებოდა მეტი და ყოფილიყავ, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა რა. არაფერი უბრალოდ ჩვენთან დიდი კონკურენციაა ძალიან. თან ანსამბლი თქვენ ისეთი ანსამბლი ყავთ და ისეთი მოცეკვავებით დაკომპლექტებული ანსამბლია რომ და იშვიათად ხართ ხოლმე საქართველოში. ძალიან ხო, ძალიან იშვიათად. ეხაც დასულები არიან. დასულია ბაქოში, მე ჩამოდი შემდეგ ბილბაოში მიდიან. სამზარეულოსა როგორ ავარ დასაწყისში კითხით, მაგრამ არაფერს არ ამზადებ საერთოდ. კი, როგორ არა რაღაცა. აი იმიტომ რომ უცხოეთში როცა ხართ, ნუ გასაგებია, იქ რესტორანში შეხვდით, მაგრამ რაღაც არის ხოლმე რომ უცებ ვერაფერს ვერ ასწრებ და ნომერში უცებ უნდა კი ბატონო, შეჭამ. ყოფილა შემთხვევა, ისეთი ექსტრემალური სიტუაციაც გქონია. ადრე დავდიოდი გასტროლებზე უკრაინაში ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე ყოველ ზამთარს თითქმის ერთ თვიან ტურნეზე და იყო ხოლმე ისეთი სიტუაცია რომ ფიზიკურად ვერ ასწრებდი განა ან საშუალება არ მქონდა რომ ან გვერდი და ფიზიკურად ვერ ვასწრებდით და იყო რაღაცეები რომ რაც მოიძებნებოდა ან ავტობუსში ან ჩანთაში ან უცებ რაღაცები შეიძბენდით მაღაზიაში და უცებ რაღაცა მოგვეხერხებინა და სახშიც კი როგორც მოახერხებ ხოლმე რაღაცას. აი ახლა პატარა შვილების მამა. გასაკეთებები. ეხმარები ხოლმე მეუღლეს. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ჩემი შვილებისთვის. ფაფაც ჩამიზელია, ანუ რაც საჭიროა. ხო, ჩვეულებრივ რო კეთდება რა. თემო როგორ გიყურებს, თემო როგორ გიყურებს. რო კეთდება ეს სუპები, მაგრამ სანამ პატარა ბავშვი და კბილები არ აქვს, ის ხომ და ჩაუზილო და გამიკეთებია რა თქმა უნდა. ო, ძალიან კარგი. ნუ ეხა ორი ჩემი მეუღლე. ანუ ჩაზილვა და ესეთი რაღაცები იცი. არ არის პრობლემა კი. არა, უფრო მეტად ხორცები მიყვარს. ხორცი გიყურებს. ხორცის მომზადება კი. აჰა. წვადი? წვადი რა თქმა უნდა. საიდან ახარ? წარმოშობით რაჭველი ვარ გოგო. რაჭველი. ო, რაჭველ კაცებს სხვა შორის ერთ-ერთი ცნობილი მზარეულები არიან. კი, მეც მყავს ნათესავებში, ბიძებში. აი ახლა შენ ხარ ქართული ცეკვის ეროვნული ანსამბლის სოლისტი. მოცეკვავე. და უცებ უნდა იცეკვოს სამეჯლისო ცეკვები. როგორ ხდება? ხო, როგორ ხდება? აი ეს მენტალურად როგორ შეეგუი ამას? ძნელია, უცებ გადმოერთო. მენტალურად რთული არა, უფრო მეტად გადმოწყობის ამბავია, იმიტომ რომ მთელი ბავშვობიდან მოყოლებული აქამდე ვმუშაობთ, რომ აი ამაზე. ხო, რომ სწორად გავაკეთოთ ესე და თურმე აღმოჩნდა რომ ეს არ ყოფილა სწორი ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ეს ყოფილა სწორი, რაც იქ სწორი არ იყო. ეს მომენტია თორე. ქუსლებზე უნდა იცეკვო. ქუსლებიც ცოტა რთული იყო, მაგრამ ფეხია ცოტა ძნეკი, კი. ეს სხვა პოზიციებია, ხო? პოზიციებია კი განსხვავებული, მაგრამ ამის სწავლა შეიძლება. უბრალოდ არის ისიც ჩვენთვის შრომა არ არის უცხო და აი ეს გვიადვილებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ რეჟიმში ხარ. დანარჩენი რო გითხრათ, როგორც აი ყვითელი და წითელი პომიდორი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. რაო ქუთაისელებმა ქუსლებზე რომ დაგინახეს რა თქოს. ჯერ არ ვთქვი რა. აცი იტყვიან, ჩავსულარ მისვენ. აცი იტყვიან ქუთაისელების იუმორი ცნობილია. მე თქვენ ანსამბლს ბევრჯერ მყავს ნანახიც, ბევრჯერ ყოფილ ვარ კონცერტზე და ბოლო ერთ-ერთი ჩემი, მოდი ასე ვიტყოდი, გაოცება იყო აი ეს ქუთაისური რომ გააკეთეთ. კი ბატონო, კი ბატონო. ეს იყო მართლა ძალიან მოულოდნელი, ძალიან ქუთაისური. ქუთაისის იდენტობა დახატა და ქორეოგრაფმა და ასე გამოუვიდა კი ნამდვილად ლამაზად. შესანიშნავი, მე ყველაზე მთავარი კიდე იცი რა არის, აი იგრძნობა რომ ქსიამოვნებთ ამის ცეკვა. კი, კი. ხანდახან არის ხოლმე რომ ქსიამოვნება, ქსიამოვნება. იცი ხანდახან არის ხოლმე რომ აი ესე ასრულებ, მაგრამ იმისგან სიამოვნებას ვერ ღებულობ. ვალდებული ხარ შეასრულებს. აი ამ შემთხვევაში ისეთი ხასიათები ერთმანეთს რო არ გვანან რა. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში. აი უცხოეთში როგორ ღებულობ ხოლმე ბაგნო? უცხოეთში არ გაგვიტანია. არა, ხო, ახალი შექმნილი ცეკვა და
შემოგეჭერით სუფრაზე, მაგრამ კოკა-კოლას დაგისხამთ. ალოვა. მოგიმსახურებით. შენ კარგად ხარ ყველაფერი. და შენ კოკა-კოლა როგორ უყარებია, მე ძალიან მიყვარს. და რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებ. ამას ქვია, ხედავ დროში არ მოდუნდე. მე არ დავლევდი მაინც არ კონკრეტის დავლევდე. მოწოდებულია. თამუნა. რამე არ იყო? რამე არ იყოს, არაფერი. კიდე ნიუ-იორკი კიდე ხო? აი ქუთაისში ვინ იყო გამორჩეული მოცეკვავე? თქვენ თაობაში. წინა თაობაში უпроსორო. ვინც მახსენდება პირველი, ჩემი პირველი მასწავლებელი. პროფესორად მეორე პირველი ხო? აფთო კოპალიანი იყო ძლიერი მუსიკა, ერთ-ერთი ძლიერი მუსიკა, ადრინდელ სახე. ძოწენიძეებიც იყვნენ, ხო? ძოწენიძე, ჩემი მასწავლებელი გოგია ძოწენიძე. ნამდვილად. ერთ აფთო გოგია კიდე ცოტათი უფროსი იყო აფთოზე. წინა თაობა იყო. არა, მოუწიათ ერთად ცეკვა, მაგრამ უფროსი იყო აფთოს. მეშინია, ვინი არ გამოჩერდა. არა, სახელდავი. ქუთაისლები, რა ვიცი, ქუთაისლები უბერავენ, ახლას ადრეს და ასე ახლა აფთო უბრალოდ ჩემი მასწავლებელი იყო. აი ხო და შენ აი მასწავლებელი ვთქვა და მასწავლებელი ჩემოვიფარგლო. თორემ ძალიან ბევრია. თუნდაც ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე სოლისტი და ძლიერი მოცეკვავე შალვა გოგოაძე ბათუმიდან, მაგრამ ქუთაისშიც იმოღვაწევა. აი მაგ ადამიანების დიდი გავლენა ჩემზე კიდო რა ვიცი. თქვენ ხარ პედაგოგები, კიდე გარდა სოლისტებისა, ხო? კი ბატონო. რა დიდი ხანია პედაგოგო? აი 16 წელს ვიყავი, რომ მითხრა. ესი ადრე დაიწყე პედაგოგობა. ადამიანმა, ეხლაც მოღვაწეობს ის ადამიანი, გია პატარიძემ და მაყვალა ჩიქვილაძე ბავშვებს ასწავლინენ. ასე რომ ვთქვათ, მივიყვანენ იმუშავე ჩვენთანო რა და დავიწყე იქიდანაც ბავშვებთან ურთიერთობა და არ არის ძნელი? აი თუ გიყვარს ეს საქმე, არ გეძნელი. დირექტ სიამოვნებით აკეთნელი არის. ქორეოგრაფები ცოტა ნერვიული ხალხი კი ხარ. ემოციურები. ემოციურები ხარ და სულ გინდათ აი მწუთასვე ისილეთი აი ეპიზოდ ბავშვმა. უნდა გააგებიოთ, რა ბრაზდები ასე. ბრაზდები მე. რას ქვია ვეგები. დათო, შენს პედაგოგი ხარ როგორც ვიცი. დიახ. ერისის სკოლა სტუდიაში მუშაობ, ასწავლებ სიამოვნებს ეს რა თქმა უნდა, სიამოვნებს. როგორი თაობა მოდის? კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი თაობა მოდის. მე ცოტა უფროსებთან მუშაობ ამ წუთას. შარშან და იმის წინ ცოტა პატარებთანაც მუშაობდი, მაგრამ კარგი თაობა მოდის. მომდომებულები არიან რა თქმა უნდა და ზოგადად ცუდი მოსწავლე არ არსებობს რა. ცუდი მხოლოდ შეიძლება იყოს მასწავლებელი, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს ააცეკვებ. შენ თუ მოიდომებ როგორც ქორეოგრაფი, ნებისმიერ ადამიანს აი როგორ უნდა იყოს შენ? აი შენ, ბავშვი. აი მოვიდა ბავშვი და ვერ ცეკვავს ისე. აი რითმი გააქვს, მაგრამ სპეციფიური მიდგომა ჭირდება. ზოგი ბავშვი არის, რომ ვიან იხსნება. აუცილებლად ჭირდება სიმკაცრი. ზოგი ბავშვი არის, რომ პირიქით თუ მკაცრი იქნები იმის მიმართ, შეიძლება საერთოდ ვერაფერს ვერ ისწროს. აი მე მაგალითად მოვიზრდებოდი ჩემი მასწავლებელი, კახა მასწავლებელი ბუაძე მოვიკითხავ და იყო ისეთი ძალიან მეგობრული რა ბავშვთან. ზოგთან მეგობრული, ზოგთან ინდივიდუალურად მიდგომა იცოდა. ხო, ინდივიდუალურად მიდგომა იცოდა და აი ეს ვისწავლე მისგან და ძალიან მადგება დღეს ახლა რომ მუშაობ ბავშვებთან, იმიტომ რომ მართლა ესია რა, ანუ ბავშვს უნდა გაიცნო ჯერ ბავშვი აუცილებლად. ხა პირველივე დღეს ვერც ეჭხუბები და ვერც პირიქით მოეფერები, აი ძალიან სწორი ის უნდა გეკავოს. შემდეგ რო გაიცნობ უკვე მიხვდები, უნდა ეჭხუბო თუ არ ეჭხუბო, იმიტომ რომ მართლა ესია ხა ჩვენს ალბათ გეცოდინებათ, გამოსილი ხალხი ვართ. ცხოვრებაში მარტო ცეკვა ხო არ არის იქ სკოლაშიც დავდიოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესია. იმიტომ რომ შეიძლება ტალანტი დაკარგო. ესეც ხდება. ხო, არ უნდა დაკარგო, უნდა შეეცადო, რომ ისე მიუდგე ბავშვს, რომ არ დაკარგო რა იმის ნიჭი. მე ბავშვობაში ცეკვავდი 10 წელი, ისე კარგად მახსოვს ჩემი პედაგოგები და ძალიან სწორად გასწავლიდნენ რა როგორ. ერთხელ მინდოდა რაღაც ცეკვის ცეკვაში, რომელიღაც ცეკვაში არ დავას სოლისტი ყოფილიყო და მითხრა, არა, ესო არ არისო შენი საცეკვო. და რაც მომცა. თვითონ გეტყოდათ ხო? კი, მითხრა, ესო არ არისო შენი, ახლა შენ არიცი ბავშვი ხარ და რაც რომ სადაც დამაყენა სოლისტად იქ ვიყავი მწყინვალე და შეხო ვერ ის გიდა რაღაცნაირად ის მოგწონს სხვისი და შენი რაც გამოგდის ის მიგაჩინა ჩვეულებრივად და ამის ახსნა გააჩა როგორ მოიტანს პედაგოგია მას კი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელი პედაგოგი შენ როგორ გადმოგცემს როგორი გადმოცემის უნარი აქვს ხა წეღანას თქვი ზოგი მკაცრია ზოგი ნაკლებად მკაცრია მაგრამ აი ერისიონში ყველა ცეკვაში ხარ რომელი შენთვის გამორჩეული შენთვის ცეკვა ქართული არის ზოგადად რო თქვა ჩემ მარტო ჩემთვის არა ცეკვა ქართული არის აი ხო არის აჭარულში ქალის და კაცის ურთიერთობა თეოლოგიაში ქალის და კაცის ურთიერთობა მაგრამ აი ეს ყველა ცეკვა ერთად აღებული უბრალოდ ქალის და კაცის ურთიერთობა ცეკვა ქართული რა ხო და ძალიან დასაფასებელი და უბრალოდ
კლასიკაზე კლასიკაა რა. ნამდვილად. ძალიან მიყვარს ცეკვა ქართული. შორის მიუხედავად რობოკიძეს იმისა, რომ აქვს. ბევრჯერ არ მიცეკვია, მაგრამ მქონდა მაგის რობოკიძეს აგრიგო რობოკიძეს ტეროს ნაცკამერს არის თვარის და მზის კი, ცეკვა. ძალიან დიდებული პლანეტარული ცეკვა. ძალიან დიდებული ცეკვა. კი, კუთხურად გადმოსცემს ქალი და მამაკაცის თავის ურთიერთობას, მაგრამ არა კუთხურად. ეს უბრალოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და კარგადაა გადმოცემული კი, და ნამდვილად. ძალიან ისეთი კლასიკური სჭირდება, რა ქვია. შესრულება. შესრულება, კი. აქედან გამომდინარე გამოარჩევ მაგას თორე. და აი მეჯით სამეჯლისოში რომელია ესეთი შენთვის? რა გითხრათ, ჯაივების ცეკვე, ტანგო მომწონს და აუცილებლად ერთ ეპიზოდში აუცილებლად იმიტომ რომ ეს რო შევხედე ვაპირებ რომ აუცილებლად ტანგოს ცეკვებს ვაპირებ რომ ვიცეკვე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. პასადობლის ძალიან მომწონს, სხვათა შორის ირაკლისთან ცეკვი ძალიან მომეწოდა. ქართული ელემენტებით არა, ქართული ხასიათი ძალიან მომეწოდა და ძალიან მოვუხდა ქართული ხასიათი. პასადობლის, კი. ხახა ტანგოს ნახავთ. ტანგო მინდა რომ ვიცეკვე. ტანგოს იცეკვებ აუცილებლად. კარგი, მოდი სიყვარულზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ სიყვარულზე. მეუღლე სად გაიცანი ერისიანში? ერისიანში რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე სტუდიაში ვცეკვავდით. ეხლა ძალიან კარგ შენობაში გადადიხართ მალე. დიდებულში. დიდებულ ვანო ყოველდღე. ძალიან დიდი გეგმები აქვს დირექტორს ვანოს. დიდი мотиваციაა ჩვენთვის რა მოცეკვავების ეხლა. ის ჩვენი ძველი შენობა ძალიან მაგარია რა თქმა უნდა. ძალიან დიდებულია ის, მაგრამ უბრალოდ დაძველდა რა და კი, ნუ უკვე ახალ სტანდარტებში უკვე ის აღარ ეწერება. კი ბატონო, კი ბატონო. აი რა პლუსი და მინუსი აქვს ანსამბლში მოცეკვავე მეუღლეებს? რას დრო გავიდე და ეხლა უკვე ორი შვილი ყავს მე ჩემს მეუღლეს. მინუსი მარტო ისაა, რომ ორივე ერთად ავარ სახლიდან გამოსულები. და ბავშვებთან მშობლები არიან. დანარჩენი მხოლოდ პლუსი და პლუსი, იმიტომ რომ სულ ერთად ავართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, ერთად მოგზაურობთ. ჭუბობთ ხოლმე. ისე არა, მაგრამ როცა ერთად მუშაობთ და ერთი სოლო გვაქვს შესასრულებელი, აზთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე ვკამათობთ კი. მოკამათე ხალხი ხარ. კი, ერთი ხასიათი არა გვაქვს. სხვადასხვანაირი ხასიათი გვაქვს და ალბათ აქედან გამომდინარე იბადება რაღაცა კარგი კარგი ილეთებიც კეთდება აქედან გამომდინარე. ძალიან ლამაზი მეუღლე ხარ. დიდი მადლობა. ვიცი, ვიცნობ. შორიდანაც და ბევრჯერ შეერთებული კონცერტები მქონია ხოლმე ერისიანთან და ვიცნობ თქვენს მეუღლეს. აი გამორჩეულად რომელი ცეკვა უყვარს? ხევსურია. გვარით. და ჯიშით. ძალიან უხდება ხევსურული ცეკვა, მაგრამ ხევსურული ხა მოგეხსენებათ ფარიკაობაა. ხევსურული ცეკვა. აი მთიულური, სამთიულური ცეკვები, მაგრამ ერთად ვცეკვოთ ქართკახურს, ერთად გავაკეთეთ და ჩემთვის და მისთვის ალბათ უფრო მეტად ძვირფასი ცეკვაა, იმიტომ რომ ერთად ანსამბლში ეს ცეკვა გაკეთდა, ჩვენ ერთად გავაკეთეთ და ერთ-ერთი მთავარი სოლოა, შესავალი და ფინალი და ალბათ ქართკახური უყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ ისე სამთიულური ცეკვები უფრო უხდება. ოღონდ გამოსდის. ირაკლი, მეუღლე თქვენი მოცეკვავეა? მეუღლე ცეკვავდა. ცეკვავდა. კი ბატონო, ზემოთ ვახსენე რომ იქ დავიწყე მასწავლებლობა. დიახ, პედაგოგობა, დიახ. აი იმ სტუდიაში გაიზარდა. დიდან სამში თქვენთან არ ცეკვავს? არა, მე ახლა უკვე განათლებული გოგოა, ისწავლა. აჰა. აღარ ცეკვავს? ფსიქოლოგია და აქეთ ფსიქოლოგია არის. აქეთ მე ხედავს და იქით კიდე პაციენტებს. რამდენი ჩავს? რამდენი იყო? 6 მე დავითვალე, მგონი 8 არის, მაგრამ არა. ანუ მოცეკვავე მისახედით ხო? იგი მე კარგია. კარგია, იდეა. მშვენიერი. არის ღელო მაგაზში. ეხა ფსიქოლოგი მეუღლე ყავს და უცებ გეტყოდა რაღაც რა თქმა უნდა გამახსენდა ხა რას მეტყოდა და რას გეტყოდა? შევიკავე თავი. შედათ ირაკლი. კარგი, ახლა რეკლამაზე გავდივარ და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენ მოცეკვავეებს და ბევრი საინტერესო კითხვა მექნება მათთან. დაუბრუნდით რეკლამის შემდგომ და დრო არის რომ ჩვენ შეგეკითხოთ თქვენს მეწყვილეებზე. კარინა ძალიან ცნობილი მოცეკვავეა. კი ბატონო, აი როგორ შეეწყვეთ, როგორ აეწყვეთ, როგორ გძნობთ ერთმანეთს? აი ისე შევეწყვეთ, გეგოვნებოდათ ესენი მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს. უბრალო ადამიანები რო ხდებიან ერთმანეთს არ უნდათ იმას. თან პროფესიონალები. ხო, თან თავის საქმე რო იციან კარგად, უცებ უგებენ ერთმანეთს. გასწავლა რაღაცები? კი, როგორ არ, მაგრამ რაც ჩამოვიდი, მაგი მასწავლის ყველაფერს. უკრაინელია ხო კარინა? კი, უკრაინელი. უკრაინელია. უკვე საკმაოდ დიდი ხანი აქ არის. აი, რა ხდება სარეპეტიციოში? იღლებით, ტრამვები გააქვთ, არა გააქვთ, როგორ ახართ? ძალიან იღლებთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროა. ძალიან ორი სხვადასხვა სპეციფიკა. სასიამოვნოთ, რა ვიცი, მადლობა ღმერთს, ჯერ ისეთი მომენტი არ ვქონია, აუ ეს რა გვჭირს და რა გვე.
სასიამოვნოდ ვიღლებით პროფესიულად. იცი რა არის, ხანდახან არის ხოლმე რომ ყველა მოცეკვას აქვს თავის ინდივიდუალური რაღაც ხელწერა. კი ბატონო. რაც უფრო დიდია მოცეკვა, მით უმეტეს გამორჩეული ხელწერა. აი კარინას თუ აქვს რაიმე ესეთი რაც არ იცოდი აქამდე დავშას ჩემ პროფესიაში. კარინას, ესე იგი, კარინა სტანდარტის დედოფალი დავარქვის. კარგი მოცეკვავე და იცის და ამას კარგად აკეთებს. როგორი ხასიათი აქვს? კონფლიქტური ხო არა? არა. არა. ლოდაღმეს კაი ხასიათი. მაგრამ კაცრია ხო, მომთხოვნია. მე ვიყავი კაცრი და სამაგიეროს მიხდის, თუ არა ეს კაცრი. დათო, შენი მეწყვილე როგორი გოგონაა, ნინი? ჩემი მეწყვილი არის დიდებული მოცეკვავია, ძალიან მაგრად ცეკვავს. პროფესიულად შემოქმედებითაც ძალიან მომთხოვნია. რასთავარია არ მეჩხუბება. არ მეჩხუბება, მაგრამ ხანდახან ვატყობ ხოლმე უბრალოდ. ანუ სწორად მოგიდგა, ხო? კი, სწორად მომიდგა. ხასიათი გაიგო შენია. კი, უბრალოდ ხანდახან ვატყობ ხოლმე უკმაყოფილებას, მე მინდა რომ იმდენად მომდომებულია, თანაც დებიუტანტია. მინდა რომ იამაყოს იმ ადამიანმა ჩემი ცეკვით, იმიტომ რომ ის მასწავლის მე ცეკვას და ისეთი მიდგომა აქვს და იმდენად გამოცდილია გამოცილი მოცეკვავია. მოცეკვავე და ანუ მუშაობაში გამოცდილია რა, ქორეოგრაფიაში გამოცდილია. ესე ის როგორც თქვენ პატარაობიდან იწყებენ, ისე მომდიან ესე ის. 3-4 წლიდან უკვე იწყებენ ცეკვას. მეც პატარაობიდან დავიწყე ბავშვებთან მუშაობა 16, 15, 16 წლიდან და ალბათ მანაც ესე და მინდა რომ ჩემი ცეკვით მიაღწიოს წარმატებას და მინდა რომ იამაყოს, რასაც თვითონ მინდა რომ მასწავლის. კარგად იქნება მინდა რომ კარგად შევასრულო და ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ისე ძალიან მაგარი მოცეკვავია და გამიმართლა მაგაში. აი რა უნარები შეგძინა ცეკვა? ცეკვას აქვს უნიკალური უნარები, გამძლეობა პირველ რიგში. პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა. აი ხა ქართული ცეკვა ცოტა ეს ის არა, რომ შენ გამოხვიდე მხოლოდ სცენაზე გამოხვიდე, ხელი გაშალო, ფეხი გაშალო. არა, ეს არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, კაცისა და კაცის ურთიერთობა, მეგობრობა, შეჯიბრი, მეტოქეობა, ეს ბევრი რაღაცა ისტორია, პირველ რიგში ისტორია შეგვიძინა და გვასწავლის ძალიან დიდ ქართულს რა. პატრიოტები ხო, ეს რაც შეეხება ქართულ ცეკვას და ეხლა სამეჯლისო ცეკვაზე რო გადავედით, ეს არის დიდი გამოცდილება. სამეჯლისოს კიდე უფრო არის ისეთის ხასიათის რა განწყობაზე ხარ გუნებგანწყობ აი ამის. აი ისიც რა არის საზღვარგარეთ ნამყოფი არა ხარ და რო წახვალ და რო დაათვალიერებ რა. აი ესე დავათვალიერეთ შემოქმედებითაც სხვადასხვა ქვეყნები. დაახლოებით რო აგიხსნით. ესპანეთი. ძალიან კარგი. უბრალოდ ვათვალიერებ ჯერ. სპორტით ხარ დაკავებული? სურავ ბოლო 1-2 წელი არის უკვე. ცოტა კრივი დამაინტერესა განა, იმიტომ რომ სანმე ვიჩხუბე და ვინმე მომერია. მაგიტომ არა, უბრალოდ დამაინტერესა. არა, მოგეხსენებათ მომერია მთელი ანსამბლი წავარჩენ. კი, მაგარი სპორტსმენები ყავს უბრალოდ ქართველებს და იქიდან გამომდინარე ძალიან დამაინტერესა. ძალიან კარგი. აი რა მუსიკას უსმენ ხოლმე? სულ ეხა არ დარწმუნებულა მხოლოდ ქართულ ფოლკს არ უსმენ. არა, შემიძლია რომ ყველანაირ მუსიკას მოусმინო, მთავარი იყოს. იყო იმის ხასიათზე რა. ჯაზი, ბლუზი, როკი, ძალიან კარგი. ელექტრომუსიკა მე თვითონაც ვცდილობ რომ რაღაც მუსიკას ააკეთებ, ხო შენ თვითონ? კი. გიყვარს, ხო? მიქსინგს ესე ვთქვა, ხო? ძალიან კარგი. მეგობრებთან ერთად ვერთობი. ოჯახ. რამე რო იყო შენ შეგიძლია კლუბშიც. კი, არ არის პრობლემა, კი. უბრალოდ მაგას მომზადება სჭირდება და რა თქმა უნდა. ერთი-ორჯერ იყო მაგის შანსი, უბრალოდ ვერ მივეცჩევ თავს იმის უფლება, რომ დამდგარიყავი და ამდენი ხახის წინაშე დამეკრა, იმიტომ რომ მომზადებული არ ვიყავი ფიზიკურად დრო არ მქონდა მაგისთვის. აი არის უკვე პასუხისმგებლობის მომენტი. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. არის ხანდახან უნდა გადააბიჯო ხოლმე ეთქმა ცადო. არა, კი, მეგობრებთან. თუ შევიკრიბებით 100 კაციც რო იყოს და იყოს მეგობრები, არა, ანსამბლი კი ხართ 100 კაცი. კი, ხო და აი, აქედან გამომდინარე. ანსამბლი კი ხართ 100 კაცი, თავის გუნდით, თავის სტაფით და ასე შეიძლება ერთობით ხოლმე, ჩემი თაოსნობით ესე ვთქვა. შმაგი განათებს. შმაგი განათებს. ხაჟალი. ძალიან ხშირად. ირაკლი, ავსტრალიაზე მომიყევი, გასტროლზე რო იყავით, რა ხდებოდა იქ? საიდან თქვენ? მე ბევრი რამ ვიცი. ჩიტმა მოვიდან თამ. აბა, მე იმერეთში გავაგზავნე ჩიტები. აი როგორი გამოცდილება იყო ავსტრალიაში? აი ავსტრალიაში ეს გამოცდილება იყო ახლა რაზეც ვარ მოწვეული. არა, სამეჯლის ლათინურებზე ვარ. იქ მომეწია. ჩვენ ქართული ნომრით ვიყავით წარდგენილი ამ შოუში, ავსტრალიის შოუში, მაგრამ მე შოუს დაჭირდა სხვადასხვა ერების ცეკვაც და ჰოლივუდიდან იყო მოწვეული ქორეოგრაფი. ივანა გვითხრა რომ აი ეს მინდა და რაღაც მონახაზები დადგა და ჩვენებურად მე ბატონი შალვა, ახალ ვახსენე ბატონი შალვა იყო ბატონი შოთა პროფესიონალი ქორეოგრაფებით მოცეკვავებს და
ერთობლივად შემდეგ გააკეთა მანვე ბატონი შალვას დახმარებით გააკეთა ეს ჩვენებურად რომელ ქალაქში იყავით? Gold Coast. ესეთი ავსტრალია ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი ქვეყანა, კონტინენტი. ცოტა მე ეს ტანგოები და ესპანურები და ასეთი ცეკვების ცეკვა. დავითმა თქვა რომ ცურვა მიყვარსო. მე ვიცი რომ შენს კარგად ცურვა. ცურვა კი ავსტრალია მიმაჩვია ესე ცურვას. ახლა რიონი გადაცურული გეკდება აქედან. რიონი არ ყოფს. რიონი არ ყოფს, ხო? ოკეანეში რო გავდიოდი, მერე გავიგე ზვიგენები იცის თურმე და ზვიგენები იცის, აბა? იქიდან გამოდიოდი ჩქარა მე. მერე უკვე ვისავლე ცურვა. შეიძლება მსოფლიო რეკორდი დაამყარე კიდე დრო. რა იქ ზვიგენები არიან, აბა რა? იხდებოდა ესა სიტუაცია იყო მომენტები კი, თავდასხმების. რო ვიყავით პლეაზე რაღაცები იყო მომენტები. გადარჩენილი ხარ, მაგრამ კი, გადარჩენილი. მაგრამ გადარჩენილი ხარ. და ასე შავ ზღვაში არ არის. წითელი ალამია და იმით ის გაფრთხილებს, რომ იმით იქ ზვიგენია. შენ წითელი ალამი გაგაჩერებ და როგორი შესასვლელია წითელის იქით ზვიგენი არ შეიძლება. ის ზვიგენი რო აქეთ გადმოვიდა. არა, იმის იქით არ შეიძლება ზვიგენი. შავ ზღვაში არ არის ზვიგენი, ესე რომ შეგიძლია დამამად იცურაო. და შესანიშნავი დელფინებს ვეთამაშები ხანდახ. ზღვაშორის დელფინები მე ძალიან მიყვარს, მეც კარგად ცურავ და შორს გავდივარ ხოლმე. ძალიან კარგი ისა გვაქვს ჩვენ ტერიტორია ამ ხმელეთი, სხვაც, რა ვიცი. თაც, ღვთისგან ბოძებული მთაც. კი ბატონო. და ქუთაისი ხო არის და არის. ქუთაისი ახლა როგორ ხო არის ხო იმაში არ ჩამითვალო რა ქვია მაგას. მარტო შენ ქალაქს რო აქებ მარტო. კაცო რატომ რა ვაქოთ? კარგია და რა ვქნათ ახლა. ქუთაისი კარგია, კარგი ხალხია. სვამთვას რო კარგია მე არ ვიცი. კარგი მომღერლები არიან, კარგი მოცეკვავეები არიან. ნამდვილად კარგია, აღნიშნავთ. ჩვენი, აბა? მე ჩიტმა აგრეთვე მომიტან ამბავი რომ გვიან დაქორწინდი, ხო? რა 35 გვიანაა. პრინციპში გვიანია, ახლა ესენი ახალგაზრდები ნახე რა რამდენი წლის იყავ და ცოლი რომ მოიყვანა? 21-ის. 21-ის. სამაგერო ჩემი მეუღლე 21-ის. იმისთვის არ იყო გვიან. რა სამჩნევ ამ თაობაში რომელიც ახლა მოდის. სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ ეს რაღაც მოდი ესე ვთქვათ, მხოლოდ ტრადიცია თუ მხოლოდ მოდა? აი რა სამჩნევ? რატომ მოყავთ ახლა აი ბავშვები? მოდის გულისთვის ნამდვილად ახლა ნაკლებად შეიძლება ყველგან შეიძლება რაღაც ვიღაც გამოჩნდეს ცოტა უცხო პიროვნება, განსხვავებული პიროვნება, მაგრამ ზოგადად როგორც გვეკადრება ქართველებს უყვართ ეს ქართული ცეკვა და მე შეიძლება ცოტა ესე თავიდან ისე მოდი ვასწავლოთ და მეტი არ უნდა, მაგრამ ის რო შემოვა და შეიგრძნობს ყველაფერს ქართულად, მე დამთავრებულია იმის საქმე უკვე. აი ქუთაისი არის გამორჩეული პოეტების, მხატვრების, მუსიკოსების და განსაკუთრებით კიდევ სამზარეულო აქვს იმერული. ხო რა, ყველას უხარია ჩვენთან დაპატიჟება. ხო, ვიცი რომ კარგად უმასპინძლდებიან. კი. აი, მეუღლე რას ამზადებს? ისეც რომელიც თქვენ ხშირად აი, წეხან მოდაზე ვილაპარაკოთ, ხო, მეუღლე უფრო მოდურ საჭმელებს აკეთებს. კარგად გამოდის, გემრიელი გამოდის. ეხლა ჯები რომ მივდივარ, სტუმრები რო სავყავს, დაპატიჟებ, არ მარცვენ, ზან კმაყოფილები არიან ყველა, ვინც კი მიირთმევს და მოდის ყველა, ისევ უნდათ მოსვლა მეორე და მესამე. ორივეს ყავთ შვილები, ორი შვილი. კი. აი როგორი მამები იყავდათ და როგორი მამები ხართ თქვენ? მამა ჩემი არის ჩემთვის ყველაზე მეტი მეგობარი, იყო ბავშვობიდანვე და არის დღემდე. თუ რამე გახარება შეეძლო, თუ რამე შეეძლო რომ ეჩვენებინა, ესწავლებინა, არაფერზე უარს არ მეუბნებოდა. ანუ მხოლოდ უარს არ მეუბნებოდა კი არა, არ გამოტოვებდა წამს არ გამოტოვებდა და წურს არ გამოტოვებდა, რომ ეჩვენებინა და ესე იგი ენახებინა, ხო, ენახებინა და დღემდე ესე არის ჩემთვის ძალიან დიდი მეგობრები ვართ და ვცდილობ რომ მამა ჩემსაც მე ორი უფროსი დამყავს და ისიც ესე იყო და მეც ორი გოგონა მყავს და ვცდილობ რომ რაღაცა შევასწავლო. როგორ შევძლებ რა? შენთან რა ხდება? როგორი მამა? უხუცესი მამა მყავს ეხლა 86 წლისა. ხო, მაგრამ არ თვლის თავს, არა, არ თვლის თავს 86 წლის. ასე რომ დაждდება და წამოდგება რაღაცა მუხლი აღარ მიშვებს ისე აღარ მომყვება. უკმაყოფილოა, ხო და აზიდვებს ვეღარ ვაკეთებ კარგად ხო კიდე. შენ როგორი მამა ხარ?
კაცრი ხარ? იცი, არავინ არ ამ კაცრი სახში და იძულებულია მე ვიყო კაცრი. თუ არა ნამეთანს უგერავენ მე. როგორი ბავშვები იყავით? აი, როგორი ბავშვი იყავით? ცელქი იყავი? მეტნაკლებად, აღა ისეთი რომ რაღაც დამეშავები რაღაც სასწაული არა, მაგრამ არ ვისვენებდი. ჩვენ დროს თან ადრე ეს სამთვიანი არ დადაგები, ისე იყო გამოწერილი, მიდიოდი სოფელში და მთელი საბითვე და მთელი სოფელი. სადაც დიოდით ხოლმე? ბაღდათის რაიონი წითელხევის სოფელი. ძალიან კაი. თაში გვაქვს სოფელი და იქ თბილისიდან, ქუთაისიდან. ოჰოჰო, რა ბავშვები. რა დასვენება იქნება. მთელი სამი თვე ერთად და კონცერტებსაც ვაწყობდით და რა ვიცი, ასარ თამაშობდით და სხვანაირი ბავშვობა იყო ისე. რატო შენთან როგორი ბავშვობა იყო? ჩემ შემთხვევაში მე თბილისში დავიბადე. რომელ უბანში? გავიზარდე მოსკოვის პროსპექტზე, მოსკოვის გამზირზე. მაგრამ სულ მივიწევდი სოფლისკენ, იმიტომ რომ ბებია ჩემი ძალიან მიყვარდა. მაგ ადამიანმა მასწავლა ძალიან ბევრი რაღაცები და განსაკუთრებით რაღაცების გამოცხობა, გაკეთება. დედის თუ მამის დედა? მამა ჩემის დედა. დედა ჩემის დედამაც რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტი ურთიერთობა. უფრო მეორებებია. ხო, მასთან მქონდა და ბევრი რაღაცა მასწავლა. ადამიანობიდან დაწყებული, საჭველების კეთებიდან და ცხოველებთან ურთიერთობით გიყვარს? დამთავრებული, კი, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს ცხოველები. ძაღლი მყავს სახში, ლუსი მოვიკითხავ. აუცილებლად ლუსი მყავს სახში. მაგრამ სხვა ცხოველებზეც, პირ ცხოველებზეც ხაუნა, არავინ არ მოუკითხია, მარტო ლუსი ძაღლი მოიკითხა. არა, ლუსი. არა, გახამასწავლებელი ხომ მოვიკითხე. მე გიყვარს სახში იწოდე ცოლი გამოგაბრუნებს. გახამასწავლებელი ხომ მოვიკითხე. გახამასწავლებელი და ლუსი მოიკითხა. ძალიან მიყვარს. ლუსი რაჩიში ძაღლია. ინგლისურის ეტერია სხვადასხვა სანადიროს დავდივართ ხშირად ერთად. მე მყავს მამი და შვილი, ამირან ბაბუაძე და იმას აწყავს ესე იგი ცოლიც აყავს, შვილებიც აყავს, შვილი. რა ძაღლი ყავს? ძაღლზე გიждდება. და ამასინად ნახე ვიდეოში თადო ვინ არის ყველაზე ლამაზი სიმღერა თუ რაღაცა და უცებ ხედავ მე ან მეუღლეზე საუბრობს ან ძაღლთან ერთად მოდის ისეთი ბედნიერი. გასცემ ხარულად გადავიდეთ კულინარიაში ყველაზე მთავარზე დაგემოვნებაზე, დაგემოვნების დრო არის კულინარიაში. ვიწყებ დაგემოვნებას და რა თქმა უნდა ჩვენი შეფები მოვლენ. დააგემოვნებენ ერთმანეთის მომზადებულ კერძს, შემდგომ თქვენ დააგემოვნებთ და ბოლოს მე გამოვიდან განაჩენს მანამდე კი კოკა-კოლა მიირთვით, ყველა კერძს უხდება კოკა-კოლა, მათ შორის აი დღევანდელ კერძს. აბა. რა შევი? მე მელოდები. დავაგემოვნე და ჩვენი გასინჯული მაქვს და არის ნამდვილად, ანუ ამართლებს თავის სახელს. ხახვის წვნიანია, აქვს ისეთი ჩვენ რო გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ხოთა შორის ესეთი გემო, ნიორი იგზნობა, ღვინოცი იგზნობა, სიმძაფრე მარილის და პური გახუხული, აი არაჩვეულები და აქ ცოტა დავიბენი. რაღაცა უფრო ის არის სალათის ფურცლები თითქოს სეზარისკენ წამიღო, ხო? ცოტა დამაბნეველია. თუმცა ძალიან გემრიელია. on დასვა კითხვა. ანუ არ არის დომინანტი ხახვი. აი ესე შეიძლება ვთქვა. ხახვი როგორც სიტყვაზე ხახვის წვნიანშია, ეგეთი დომინანტი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ უინტერესო იქნება მე ეს კერძი. თავის როლში რომ ხახვის ჩიფსებია პარმეზანთან ერთად ძალიან გემრიელია და თავსებადია სალთის ბოთოლთან, ყველაფერი ერთად ჩემთვის ძალიან გემრიელია. ხახვის წვნიანს რაც შეეხება, ნუ ხახვის წვნიანია. ძალიან კარგი ხახვის წვნიანია. ძალიან სასარგებლოა ძვლების ვირუსების დროს და ძალიან კი, სხვათა შორის სამაგისო კი, ვირუსების დროს თამუნა მაინც როგორც ოჯახის დედა, სამი შვილის დედა, ესე გაითვალისწინე ეკონომიურად. ხახვის მეტი არაფერი გაქვს და მე თვალს ვადევნებდი დათოს. ძალიან დიდ სიამოვნებას იღებდა პროცესით და ყოჩი. კი. ისევე როგორც ჩვენ. აბა ეხლა თქვენ მოგაწვით. შენ გასიჯე თუ არ გაიქესი მე მოგაწვით ჩემ გაკეთებულს ჯერ. დაიმახსოვრე როგორ გეთდება? კი, როგორ არის და და სახში გაიმეორე. აუცილებლად. აი ხარ. აბა მიირთვით. ფენა. დათო გასინჯე.
მივთვით. პორციებად მაქვს განაწილებული და გაირკვიეთ ხო თქვენ გაი. მოფხანა. მოფხანა. აია, ალაბი. კომპლიმენტია ხო? კარგი მაგარი კომპლიმენტი უთხრა. ბატონმა ირაკლი. კარგია. აბა თქვენი კერძის გასინჯეთ. ხახვის სუპი. ჩემთვის რომელი გავჭ? ჩემ კაიროა. კი. აქეთ მომწანდი ბატონ და მოიღე შენი. ძალიან გემრიელია და ხახვის სუპი გაგისინჯებს აქამდე. გამისინჯოს ზოგადად წვნიანები არ მიყვარს, უფრო მეტად მშრალი საჭმელები მიყვარს, მაგრამ ეს სუპი ძალიან მომეწონა. აია. ჩვენს გაკეთებულს. კაია. კი. კაია, ხო? ქეიფის მეორე დღეს ყველა თავისაზე ამბობს, კაიაო. ასე იგი სახში რო დავრეგავ ხახვი გააქვს. არ მინდა არაფერი. ჩაადგი. ხახვი გვაქვს. მომყავს ბიჭები ხავ თუა. ჩაადგი. აი ახლა მითხარით, ძალიან გულწრფელი პასუხი მიდა. იმნუყა მოძრაობ მანდარჩი ჩემო კარგო. დარჩი მეტოქის ნახევარზე. აი გულწრფელად რომელი კერძი უფრო მოგეწონათ, ოღონდ ისე. მეტოქის თუ თქვენ? გულწრფელად გეტყვით, ახლა თან როცა კარგია რომ კარგი პასუხი როცა გულწრფელობაში უფრო ამაყად ამობ და ამ ასეთ სიტუაციაში ვარ ახლა. წვნიავს თუ ერჯამ ვერ ნაყდები ასე რომ ვთქვა. მე პირიქით. ხო და შენ მიტო იყავ იქიდან მე. ახლა ასე რო არ მოგატყუეთ ის რო გავსინჯე მართლა მოვხანა ესენი გემები ათამაშდა. ათამაშა. მომეწონა, მე აქეთ მომედი, ეგიც მომეწონა და რა ვქნა, ორივე მომეწონა. დათო შენ? ჩვენი მომზადებული კერძი ძალიან მომეწონა. კი ვიცოდი რაც იყო, მაგრამ ეხლა უფრო მომეწონა. თქვენი მომზადებული კერძი ძალიან მომეწონა. ნაბახუსებზე დიდი სიამოვნებით მივირთმევდი. თუ არა და ბოდიში, მაგრამ ესე იგი, მოცეკვავი თუ ესეთი დიპლომატები ყავით, ნამდვილად არ მეგონა. ნამდვილად არ მეგონა. მაშინ ესეთი კითხვა მაქვს, კიდევ კონტრ შეკითხვა. აი, რომელს უფრო გინდათ რომ მოიგოთ? ცეკვავი თუ არსკლავები? ცეკვავი მართლა მოგება? აბა? მოგებაზია საერთოდ? მოგებაზია, აბა? მან იგებენ? თქვენ საცეკვაოთ ვართ მოწონილი. კი, სულ იგებენ სხვათა შორის. სიმართლე რო გითხრათ, ირაკლიმაც ბევრჯერ აღნიშნა და მეც რომ გვინდა რომ მივიღოთ სიამოვნება და გავიცნოთ ადამიანები და ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით. რატომ ახლა თუ რამეს მოვიგებთ, თუ რამეს მოვიგებთ, რატომ არ დაგვაყრით ალერგიას არ მოგწევთ. ხო და თუ არა და ცეკვით ვიცეკვეთ. კარგით, ეხლა მაგ თქვენ ტანჯვა უბედურებას მე მოვუხებ ბოლო. საქმე არ გააჩნია. ხო ეგრევე. ახლა მე გეტყვით ვინ მოიგო კულინარიული დუელი. მარტივად. მარტივად გეტყვით. მოიგო ბატონმა ირაკლიმ. ირაკლი. ხახვის მიადმა. მადლობა. იმიტომ რომ მადლობა. ეს არის ძალიან საჭირო, ძალიან ადვილი, ძალიან კლასიკური და პლუს ძალიან მომეწონა. ძალიან ბიუჯეტური. ხო. პირადად მე ამას ვაძლევ 10-ს. ამას ვაძლევ 10 პლუსით. აჰა, გასაგებია. მაგრამ ის პლუსმა წაამატა ცოტა. ეხა უცებ უნდა მეკითხა, ამ ეს თუ 10 მაშინ 10 როგორ მოიგო? აჰა, აი შენ მე ზესტაფონელი ვარ, ეხლა მაგაში ვერ მაჯობებ. ამონა ბოლოს რომ დაასრულა ასე უხნა ბოლოში პლუსი კიდევ. ბოლო ესე გააკეთა, ხო? ჯადო გააკეთა. პლუსი და მე მგონი ჯადო დაგვაუწყდა. აი ჩვენ ჯადო დაგაკეთა დაგვაუწყდა. თამუნამ ჯადო გააკეთა. ბოლოში კარგით, თავარია თქვენ მოიგოთ ის პროექტი, რომელშიც ხართ. მეგობრობამ გაიმარჯოს ურთიერთობამ და კიდევ ერთხელ ხედავთ რომ მოცეკვავები გამორჩეულად რაინდები არიან და გამორჩეულად ერთმანეთის მიმართ პატივისცემის მეც არაფერს არ იმსახურებ. დიდი მადლობა ჩემი დასტუმრობისათვის. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შაბათამდე. აი ხარი, კარგად. აი ხარი. წარმატებები.